რეპრესირებული ფოტოგრაფები და ღონისძიების ჩაშლის მცდელობა გორში. შენობაში, სადაც დღეს შემეცნებითი ღონისძიება იმართებოდა, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით კაბელები გადაჭრეს და ელექტროენერგია გათიშეს. ხელოვნების სახლი რეჟიმის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ფოტოგრაფებმა იქ ოლიგარქის მთავრობისთვის მიუღებელი გამოფენა მოაწყვეს და ღიად თქვეს, რომ ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის. გორის მერია ამ საკითხზე დუმს მთავარი არხის მცდელობის მიუხედავად იქ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ. გიორგი ახალკაცი გვერდდება ამ თემის სხვა დეტალებით. გიორგი, გისმენთ. დიახ, გორის ხელისუფლება განაგრძობს ბრძოლას ხელოვნების სახლის წინააღმდეგ. რეპრესირებულ ფოტოგრაფებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდებაც კი შეუზღუდეს. არადა საჯაროდ იყო დაანონსებული, რომ გამომცემლობა ინტელექტის და გაეროს ფონდის მიერ მათ სივრცეში დღეს დაგეგმილი იყო ერთობლივი ღონისძიება, თუმცა ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე ხელოვანებმა აღმოაჩინეს, რომ დივერსიულად კაბელები იყო გადაჭრილი და შენობას აღარ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. განვითარებულ პროცესებზე ხელოვანები პასუხისგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არის იმ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც მათ წინააღმდეგ გამოფენის გამო დაიწყო რეჟიმმა. წინააღმდეგობის და ამ რეპრესიების მიუხედავად დაანონსებული ღონისძიება მაინც შედგა. ხელოვნების სახლში გაიხსნა თანასწორობის კუთხე, სახელწოდებით დაეკითხოს თავისუფლებამ. ფოტოგრაფებიც და მათი სტუმრებიც საუბრობენ რეპრესიებზე და რეჟიმზე, რომელიც მათ ცნობილ გამოფენას არ პატიობს. დაგეგმილი იყო ღონისძიება და დილით, როდესაც მოვედით მოსამზადებლად ამ ღონისძიებისთვის, აღმოაჩინეთ, რომ დენი არის ჩაჭრილი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უკავშირებთ იმას, რა მოვლენებიც განვითარდა ჩვენს გარშემო ბოლო პერიოდში და მოთვლით, რომ ამ აქტით სურთ, რომ დავტოვოთ შენობა ჩვენივე ნებით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ. სამომავლად, რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ იმ აქტივობებს, რაც დაგეგმილი გქონდა და ვრჩებით ისევ აქ. ძალიან სირცხვილი არის, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს მეთოდებს მიმართავენ ესეთი აქტიური ორგანიზაციის წინააღმდეგ. ამ წუთშიც ხედავთ, რომ ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, ცდილობს, რომ ის საქმიანობები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების განათლებას, ინფორმირებას, მეტჩართულობას გააგრძელონ, მაგრამ როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ესეთი სამარცხვინო ქმედებებით ცდილობენ ამ პროექტების ხელის შეშლას. ხელოვნება და კულტურული ღონისძიებები აფართოებს ადამიანთა თვალსაჩინოს და ხედვას და უყალიბებს კრიტიკულ აზროვნებას და სწორედაც რომ ამ კრიტიკულ აზროვნებას ებრძვის ხელისუფლება. დღეს მაგალითად ჩვენ სანამ დავიწყებდით ამ ღონისძიებას, წიგნების პრეზენტაციას და ვისაუბრებდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, ჩაგვიჭრეს შუქი დილიდანვე და ფაქტობრივად სცადეს, რომ ხელი შეეშალათ პროცესის წარმართვისთვის. ეს შეხვედრა, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გამომცემლობა ინტელექტის მიერ ხორციელდება და თებერვალში კიდევ 4 ასეთი შეხვედრაა დაგეგმილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. არის საუბრები ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე, თუ რატო ქრებოდა ათეული წლების განმავლობაში თუნდაც ლიტერატურიდან ქალის ხმა და დღევანდელი შეხვედრაც წერალ ივა ფეზუაშვილთან ვფიქრობ საინტერესო იყო. ნაუმარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის. ამ გამოფენის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუწყვიტა გორის ფოტოგრაფთა კლუბს, რომლის პროექტიც არის ხელოვნების სახლი. ასევე გორის მერის გადაწყვეტილებით დაიხურა კაფე სპეისი. ორივე შემთხვევაში ახალგაზრდები დაისაჯნენ მხოლოდ იმის გამო, როგორც თავად ამბობენ, რომ ისინი ხმას იმაღლებენ ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ და ასევე ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.